და ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებს ვაჭამებთ დღეს ერთგვარად. თქვენ შეფასებით როგორი იყო სეზონი, შედეგები როგორი არის და გთხოვთ შეაფასოთ თბილისის მდგომარეობაც და რეგიონებისაც რასურად იყო წელს. დიახ, გარკვეულწილად სეზონი, რომელიც შეიძლება ითქვას არ დაიწყო იმ სურვილით, რა სურვილითაც ზოგადად ჩვენს სფეროს თუ ქვეყანას ექნებოდა, მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად გაგრძელდა და პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, რომ სეზონმა გაამართლა ეს არა მარტო სფეროზე მოხდა მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსზეც და შესაბამისად რაოდენობრივად თუ ფისკალურად ერთ სიტყვაში თუ შევაჯამებთ, ერთ-ერთი საუკეთესო სეზონად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის ტურისტულ ისტორიაში. გარკვეულწილად ამაზე იმოქმედა, რა თქმა უნდა, გაწეულმა სამუშაოებმა, რაც ტურიზმის მოზიდვის აუცილებლობა არის და ინტერესი, რომელიც არსებობდა და არსებობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქ თუ გავაკეთებთ შეფასებას რეგიონის კუთხით და თბილისის კუთხით, ორივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული სეზონი არის, მაგრამ განსაკუთრებული ამ შემთხვევაში შავიზღვისპირეთი გამოირჩევა. იქედან გამომდინარე, რომ მიზიდულობის ძალა ზაფხულის სეზონში ზღვაზე, როგორც ადგილობრივი ტურისტის კუთხით, მომხმარებლის კუთხით, ასევე დიდი არის ჩამოსული ტურისტის მხრიდან, შესაბამისად ზღვისპირეთში და კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმში ძალიან კარგი სეზონი იყო. ამას ემატება ის ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომელიც შეიძლება ადგილობრივ მაცხოვრებლად ითქვას, რაც ბინების შესყიდვით მოხდა, ანუ ძალიან ბევრი უცხოელი ადამიანი დღეს ფლობს ბათუმში ბინებს და შესაბამისად როგორც ტურისტი და როგორც შეიძლება ითქვას მაცხოვრებელი დაემატა სეზონი და შესაბამისად ერთიანად შემთხვევაში როგორც აღნიშნე სეზონი წარმატებული არის. აქ ამ ვითარებაში თუ დადებით შეიძლება ვისაუბროთ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას დიდი ხანი შეიძლება ვისაუბროთ დადებულზე, მაგრამ არსებობს გარკვეულწილად ასევე გარკვეული პრობლემა, რომელიც უნდა აღინიშნოს ტურისტების იმ ხასიათზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ახალი იყო. ეს არის ინდოეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ არაბული ქვეყნებიდან ჩვენ ტურისტები უკვე ყავდა, გარკვეული რაღაც ახალი კონტინგენტი არის მოზიდული და ჩინეთიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის მიმართ თავისი მოთხოვნები გააჩნიათ. გარკვეულ ჩვენი ტურისტული, ასე ვთქვათ, ქვეყნის მონაცემებზე რომ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, კულტურული ძეგლები, ბუნება და ასე შემდეგ, ცალკე დგას გასტრონომია, რომელიც მიზიდულობის ძალა არის და დასავლეთთან ჩამოსული ტურისტებისთვის თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის მიზიდულობის ძალა გასტრონომია არის. ქართული, რა თქმა უნდა, სუფრა და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო. და გარკვეულწილად ამის საპირისპირო მოთხოვნა არის ამ შემთხვევაში ინდოეთიდან, ჩინეთიდან თუ არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული, რომელიც მრავლად იყო. დღესდღეობითაც ტურისტული სეზონი ჯერ დამთავრებული არ არის და ძალიან ბევრი სასტუმრო არის გადავსებული და ძალიან მიხარია, რომ ეს მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, მაგრამ ძირითადი მასა ზუსტად ამ ქვეყნის ტურისტები არიან და შესაბამისად აქ გარკვეული დისონანსი იქმნება ის, რაც ჩვენი კულტურული მიწოდების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი არის გასტრონომია, აი აქ გვაქვს გარკვეულწილად დისონანსი. ანუ ესე რომ ვთქვათ, მათ არ აკმაყოფილებთ არგოსო ქართული გასტრონომია. ხო, არ აკმაყოფილებთ, არ მოწონთ ესეთი შეფასება ვთქვათ, შესაძლებელია რომ ვთქვათ, მაგრამ ძირითადად აქ არის მათ კულტურასთან შეუსაბამობა. ანუ როგორც ჩვენთვის პირობითად შეიძლება რომელიმე ქვეყნის კონკრეტულად თუ არ დავასახელოთ მათი
გასტრონომია შეუსაბამო იყოს ჩვენთვის ასე ზუსტად ესეთივე გარკვეული შეუსაბამობა არის და მათი მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში სასტუმროებში თუ რესტორნებში საკუთარი გარკვეულწილად მზარეულის მოთხოვნა და ასე შემდეგ შემოიფარგლება და ეს გავლენას უარყოფით გავლენას ახდენს რა თქმა უნდა გასტრონომიული კუთხით ქვეყნის წარმოჩენაზე ეს ერთი მნიშვნელობა და მეორე მნიშვნელობა არის ღვინო რომელიც ჩვენი გასტრონომის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის ამ კუთხით არის დიდი ჩავარდნა მოთხოვნიდან გამომდინარე და ეს შეიძლება ითქვას ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მხრიდან გარკვეულ პრობლემას ქმნიდეს. სექტორი ამ შემთხვევაში კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეულწილად არ უნდა მოერგოს, ვთქვათ, ასე ვთქვათ, ცოტა უხეშად თუ ვიტყვით, რომ ჩვენ რაც გაგვაჩნია დღესდღეობით მიწოდების შესაძლებლობა, ჩვენი გასტრონომიული კულტურული განვითარება რაღაც მოიყვანა ზუსტად ამ კურსით უნდა განვითარება აუთენტურობა არ დაიკარგოს, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მუშაობა უნდა გაგრძელდეს არა მარტო ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მოზიდვით, არამედ ის პირდაპირ ჩვენ კულტურას, ვინც იზიარებს დასავლეთიდან არსებული ტურისტები, აი ამათ მოზიდვაზე უნდა გაძლიერდეს და შესაბამისად ჩამოყალიბდება შემდეგ ის რეალური თანაფარდობა, რომლითაც ქვეყანა შეძლებს ამ გამოწვევას უპასუხოს. დიდი წილი შეიძლება ითქვას, რომ მით უმეტეს თბილისში იყო ამ ქვეყნებიდან. და მინდა გითხრათ, რომ შეაფასოთ გასტროტურიზმის განვითარება საქართველოში. აი ზოგადი შეფასება, როგორ ვითარდება გასტროტურიზმი, ხალხი გამოწვევა საერთოდ და გასტროტურისტებისთვის ინტერესს რა წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდ თემას ვიხებით ახლა. ჩვენ ეს არ არის მარტივი თემა. ჩვენ შეიძლება ესე შევაფასოთ, რომ გასტრონომია არის მიუხედავად ჩვენი მრავალსაუკუნოვანი არსებობისა, ახლა დაბადებული ბავშვი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ძირითადი გასტრონომია შიდა მოხმარებისთვის იყო წლების განმავლობაში, ათეული წლების განმავლობაში და ტურიზმი განვითარების ის სფერო არ იყო, რომელთაც როგორც დღესდღეობით არის, ამიტომაც მე ესე შევაფასებდი, ახლა დაბადებული ბავშვი არის. რომელსაც ჭირდება სწორი აღზრდა და რომელსაც ჭირდება სწორი განვითარება. თუ არასწორად განვითარდა, ამ შემთხვევაში პრობლემები უფრო მეტი იქნება და მისი გამოსწორება უფრო რთული იქნება. ამ ვითარებაში შეიძლება ითქვას საქართველოში არსებულ სარესტორნო სფეროს და ამ სფეროში მოღვაწე ქართველ მზარეულებს დიდი მადლობა შეიძლება ვუთხრათ, რომ გარკვეულწილად ქართული გასტრონომიის ცნობადობაში და განვითარებაში მათ დიდი წვლილი მიუძღვის. ტურისტულ ქვეყნებში ყოველთვის არსებობს შეიძლება ითქვას მით უმეტეს ტურისტულ ადგილებში პრობლემატური კულტურული მიწოდება გასტრონომიის და ეს ჩვენ ქვეყანას არ უნდა დაემართოს, იმიტომ რომ ამ სფეროს ძირითად მიმართულებას ერთ-ერთ ძირითად გასტრონომია წარმოადგენს და სწორი განვითარებაში იგულისხმება ის, რომ ნელ-ნელა ვითარდება, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს რეგიონებში გასტრონომიული როგორც პირობითად ჩვენ ხშირად გვინახავს ღვინის გზა, ყველის გზა და ასე შემდეგ, ზუსტად ესე უნდა განვითარდეს გასტრონომიული მიმართულებები, რომ აუთენტურობა, რომელიც რეგიონების კუთხით ჩვენ კერძებს გააჩნია, აი ამის გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს საქართველოს ჩამოსულ ტურისტს. ძალიან ბევრი არის ამ მიმართულებით მსურველი, როდესაც თუნდაც ქართველი ადამიანი მიდის სამოგზაუროდ, ხშირად იმ ქვეყანაში, სადაც გასტრონომია მაღალ დონეზე არის, არ ჭირდება, არ უნდა ტურისტულ უბნებში არსებული რესტორნების მოხმარება, არამედ რაღაც გარკვეული აუთენტური, სადაც ასე ვთქვათ, სახლური შეიძლება ითქვას, არსებობს მაღალი დონის და სახლური რესტორნების შესაძლებლობა, იმას უფრო ეძებს, ვინც ამ კუთხით არის დაინტერესებული, აი ზუსტად ეს ვითარება და ამ
მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა არის, რომ ჩვენ სწორი განვითარება მოვახდინოთ. ეს რთული თემა არის, ეს არ არის მარტივად მოსაგვარებელი სიტუაცია, მაგრამ ამ რთულის გზის გადაწყვეტა შესაძლებელი არის, თუ ამას ყურადღება მიექცევა. როგორც პირობითად ინფრასტრუქტურას გულისხმობთ, რომ გზები უნდა იყოს ტურისტისთვის მარტივად მისასვლელი, უნდა იყოს კავშირი არა მარტო მანქანით შესაძლებელი, არამედ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით, აი ზუსტად ესეთივე მიმართულებით უნდა დაინერგოს აუთენტური გასტრონომიული განვითარების შესაძლებლობა, რომ ის რაც ჩვენ გვაქვს და ქართულ გასტრონომის ახასიათებს, ის არ დაიკარგოს და ეს არ გადავიდეს მასობრივ, ასე ვთქვათ, სარესტორნო პროდუქტის მიწოდებაზე. ბოლო პერიოდი ძალიან ვერიდები პროგნოზების გაკეთებას, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა იმდენად არასტაბილურ ქვეყანად შეიძლება მე პირადად დავახასიათო, რომ ნებისმიერი წინასწარ გაკეთებული პროგნოზი ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. მოლოდინი თუ დღევანდელი რეალობიდან შევძლებთ შეფასებას, მოლოდინი დადებითი არის, მაგრამ გამოწვევები ძალიან ბევრი არის, როგორც პოლიტიკური კუთხით, ის ეკონომიკური კუთხით, ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციის თემა, რომელიც დღესდღეობით ასე ვთქვათ, რომელიც ასევე დიდ გავლენას იქონიებს ჩვენი მომავალ ამ სფეროში და ქვეყნისთვის არსებული სიტუაციისთვის, აქედან გამომდინარე შეიძლება გარკვეულწილად უარყოფითად შეფასდეს მოლოდინი, მაგრამ არსებული სიტუაციიდან და იგივე ტემპით განვითარება თუ მოხდება, დადებითად შეიძლება შეფასდეს. ამიტომაც ცოტა რთული არის ქვეყანაში ყოველთვის გვიჭირს სტაბილური მდგომარეობა და ეს ზუსტად ეს არის, რაც ჩვენს ბიზნესს ხელს უშლის, როდესაც არასტაბილური არის სიტუაცია, ამ შემთხვევაში ნაბიჯების გადადგმა ბიზნესს ყოველთვის უჭირს და წინასწარ დაგეგმა ინვესტიციის უბრალოდ წარმოუდგენელი არის. აქედან გამომდინარე, რთულად შესაფასებელი სიტუაცია გვაქვს. Yeah. გამოწვევები ძალიან ბევრი არის და თუ დავახსახელებთ მაგალითად ერთ-ერთი პირველი შეიძლება ითქვას, რომ სტაბილური სიტუაცია, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ეს არის აუცილებელი სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში განვითარება ძალიან სწრაფად მოხდება და ნაბიჯები სწორად გადაიდგება. მეორე ეს არის დასაქმებულთა ყოველთვის ნაკლებობა, ანუ ჩვენ კადრები გვაკლია და ეს ძალიან მტკივნეული არის. შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სერვისის ხარისხი, რომელიც სასურველი იქნებოდა დღეს ეს სერვისი სამწუხაროდ ამ სერვისს ვერ აწვდის ჩვენი სფერო ჩამოსულ და ადგილობრივ მომხმარებელს და შესაბამისად ამის გამოსწორების აუცილებლობა არსებობს და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი არის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სტაბილურობა იყოს სწორად განსაზღვრული და რა იგულისხმება ამაში. დღეს ჩვენ სფეროში არსებული დასაქმებულები ხშირ შემთხვევაში მათი დიდი უმრავლესობა ამ სფეროში დასაქმებას არ თვლიან მათ ძირითად დასაქმებას. ეს გარკვეულწილად რაღაც გავლითი პროცესი არის მათთვის ცხოვრებაში, სადაც შემდეგ უკვე სხვა სფეროში უნდა დასაქმენ. ეს გამოწვეული არის როგორც სფეროში არსებული სიტუაციებიდან, დამსაქმლების მხრიდან გარკვეული არასწორი მიდგომებითაც, ასევე გამოწვეული არის არასწორი განათლების მიღებით, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩართულობა აქ სახელმწიფოში აუცილებელი არის, იმიტომ რომ სფერო ძალიან დიდი არის და ბევრ სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და უმნიშვნელოვანესი არის აქ არა მარტო კერძო სტრუქტურის მოქნილობა, არამედ ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობაც.
დასვენება და უფრო დიდხანს და უფრო კარგი სერვისი მივიღებ, ის მეტყავდა ხშირად ამ შესაძლებლობას. აი რაც თქვენ შესაძლებლობით ფასები რამდენად არის ადეკვატური ერთ სიტყვაში არაადეკვატურია, მაგრამ ამას განმარტებები ჭირდება. მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველო არის სხვა განვითარებული ქვეყნებს უფრო ძვირი ქვეყანა, არც სერვისის კუთხით, არც გასტრონომიის კუთხით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. საქართველო ამ ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო იაფი არის, მაგრამ როდესაც ეს ითქმა, შემდეგ არგუმენტი არის თუ არა შესაბამისი ფასის შესაბამის სერვისთან. დიახ, ეს შეუსაბამო არის და შესაბამისად იმ სერვისს რაც ფასაც იხდი, ეს არ არის ადეკვატური. ამას გარკვეულწილად თავისი მიზეზი აქვს და კიდე ერთხელ ვუბრუნდები იმ თემას, რაც არასტაბილურობის განცდა არის. როდესაც ადამიანებს ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ გარკვეულწილად მოლოდინი, რომ შეიძლება უარესი იყოს მომდევნო თვე, ხშირ შემთხვევაში არასწორად გათვლის გამო ხდება ბიზნესის წარმოჩენა, რომ ამ ერთ თვეში უნდა მოახდინონ მათი შემოსავლის სრული შესაძლებელი რეალიზაცია და ამიტომაც არის ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენთვის მიუღებელი არის გარკვეული ფასები არა მარტო სერვისთან მიმართებაში, არამედ ზოგადად თვალსაზრისი რატო შეიძლება იყოს ძვირი. ამ თემას თუ გვერდზე გავწევთ, პირდაპირ ხმამაღალი ნათქვამი შეიძლება და ვიღაც არ დამეთანხმოს, მაგრამ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ დღეს სარესტორნო სფეროში ფასები იაფი არის. და რა იგულისხმება CIA-ში? ის სერვისის მიწოდება, რაც ღირს, ის ვალდებულებების სახელმწიფო და სხვადასხვა სტრუქტურებთან სტანდარტების დაცვა, რომელიც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, ყველაფრის ამის გათვალისწინებით ფასები ძალიან იაფი არის. ჩვენ ქვეყანაში პრობლემა არ არის ფასები, ჩვენ ქვეყანაში პრობლემა არის ანაზღაურება, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს აქვს. ჩვენს ქვეყანაში სამჯერ მეტი ფასები ხელფასები რომ იყოს, ამ შემთხვევაში ფასები მაშინ ადეკვატური იქნება. ჩვენი მოთხოვნა ერთობლივი უნდა იყოს, რომ ხელფასები იყოს მაღალი და არა თქვათ ფასი იყოს დაბალი. ტურისტული ქვეყანა, რომელიც დაბალი ფასებით ოპერირებს, ის მომგებიანი არ არის. ამ შემთხვევაში ფასი ტურისტი, რადგანაც ბევრი ყავს, ფასი უნდა იყოს მაღალი, მაგრამ ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისად ადეკვატური. აი ეს არის ჩემი აზრით სწორი მიდგომა და თუ დავთვლით რა შედის ამ ფასში და რა არის ამის ძირითადი განპირობებელი, მაშინ მიხვდებათ შეუერაღებული თვალის და შეერაღებული თვალითაც, რომ დღეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არაჯამრთელი არის. ნახეთ, ყველაფერი იმ გათვალისწინებით, რა სტანდარტებზეც ვსაუბრობ, თუ ამ სტანდარტებს არ იცავს კონკურენტი, ამ შემთხვევაში მას ფასი დაბალი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ გარკვეულწილად, როგორც მომხმარებელი, გარკვეულ რისკის წინაშე გახართ. თუ ყველა სტანდარტი დაცული არის, რისკი ნაკლები არის. ამიტომაც არის დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით სადღაც ნახავთ ფასდა, რომელიც მოსაწონი შეიძლება იყოს, მაგრამ იქ რისკი დიდი არის მომხმარებლის სიტუაციიდან გამომდინარე. ბევრი რაღაც არის ამ კუთხით, ბევრი ნაბიჯი არის გადასადგმელი, ხელფასები არის პირველ რიგში გასაზრდელი, რომ ადამიანს დღეს ადეკვატური ხელფასი ჰქონდეს და არა გადარჩენისთვის ბრძოლის კუთხით უყურებდეს თავის ცხოვრებას და შესაბამისად არც ერთ რესტორანს არ აქვს იმის სურვილი ფასი იმხელა იყოს, რომ მომხმარებელი ვერ შედიოდეს. ფასი იზრდება გამომდინარე იქიდან რა მოთხოვნებიც არის და გარკვეულწილად ბალანსი ესე კეთდება. დღეს ამ სფეროში სწორად არსებულ რესტორანში ფასი არ არის სურვილის მიხედვით დარეგულირებული. ამას ჩვეულებრივად მარტივად რომ თქვა პროგრამული გამოთვლა ხდება და ამიტომაც არის სწორად განსაზღვრული ფასი ხშირად ერთმანეთს ემთხვევა სხვადასხვა სწორ რესტორანში. დიახ, ჩვენ ამ კუთხით ნაკლებად გვაქვს, ასე ვთქვათ, გამორჩევა, რომ გასტროტურიზმის კუთხით რა დაინტერესება არის, მაგრამ მზარდი არის მოთხოვნები და ძირითადად ამ შემთხვევაში
ეს იქიდან გამომდინარე რომ ძირითადი ტურიზმი პირდაპირ მნიშვნელობით ტურისტული კომპანიების მიერ ჩამოყვანილი ტურისტი თბილისში უფრო დიდი არის და აქ ერთადერთი ახლო რეგიონი გასტრონომიული თვალსაზრისით არის კახეთი და შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ მიმართულება ზაფხულის პერიოდში კახეთის მიმართულებით არის, მაგრამ ძირითადი კულინარიული და გასტრონომიული მიმართულებები ჩვენ უფრო დასავლეთში გვაქვს, გამოვყოფთ აქ იმერეთს, სამეგრელოს, აჭარას და ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ზუსტად იმ ინფრასტრუქტურული გამომართავობის გამო არ ხდება გასტრონომიული სწორი რელსებზე დაყენება დღევანდელი სიტუაციის. მაგრამ აქ დადებითი როლი აქვს როგორც ბათუმში, ასევე ქუთაისში არსებულ აეროპორტებს, რომლის მიზიდულობის ძალა არის ამ კუთხით დაინტერესებული ადამიანის, მაგრამ კიდე ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურული და შინაარსობრივად არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო ვერ ხდება, ასე ვთქვათ, კონექტშენი დაინტერესებულსა და მიმწოდებელ პირებს შორის. თუ სწორად გავეცეთ თქვენი კითხვის პასუხი. რამე შეფასება გინდოდათ კიდე ბოდიში კითხავი. როგორც აღნიშნე, ძირითადად ჩვენ ქვეყანას დღესდღეობით ჩინეთი, ინდოეთი, არაბული ქვეყნები და სამწუხაროდ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები ჭარბობდნენ.